გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე თბილისის მწვანე სკოლას ესტუმრა, სადაც ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბის წევრებმა პრეზენტაცია წარმოადგენეს თემაზე „გავუფრთხილდეთ ბიომრავალფეროვნებას“. მოეწყო ნახატების კონკურსი „ჩვენ გვიყვარს ცოცხალი სამყარო“. ხათუნა გოგალაძემ საბუნებისმეტყველო კლუბის მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. კარგი ამაში არის ის, რომ ამასაკის ბავშვები ფიქრობენ ბიომრავალფეროვნებაზე, გარემოს დაცვაზე, აქვთ თავისი დამოკიდებულება და ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სწორედ ისეთი გარემოს დაცვის თვალსაზრისით ცნობიერების მქონე ახალგაზრდების გაზრდას. ჩვენი მოსწავლეები მეტ განათლებას იღებენ და მიიღებენ სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ. ისინი მონდომებულად ეუფლებიან ცოდნას ამ მიმართულებით. ჩვენ წარვადგენთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადაშენებული ცხოველების აღდგენა შეიძლება თუ არა, სამეგრელოს ფლორა და ფაუნა,